მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია და მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლა საინტერესო თემით თუ რა საჩუქარს გიმზადებთ სამყარო. ვარიანტი გვექნება სულ ორი. პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი და მეორე ვარიანტი ამეთვისტოს მინერალი. დავარიგებ ახლა ვარიანტებს და ვნახოთ რა საჩუქარს გიმზადებთ სამყარო. რა საჩუქარს უმზადებს სამყარო პირველ ვარიანტს და რა საჩუქარს უმზადებს სამყარო მეორე ვარიანტს. აირჩიეთ სასურველი ქვა ან არკანი, რომელიც გიზიდავთ. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. შეგახსენებთ მეგობრებო ასევე, რომ პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, იმის გათვალისწინებით, რომ გვიახლოვდება 31 ოქტომბერი, სამაინის დღესასწაული, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციების დღე და ამ პერიოდში ანუ ოქტომბერი-ნოემბერში იდეალური არის პირადი კონსულტაციები, განსაკუთრებით მომდევნო 1 წლის ტარო პროგნოზები. ასევე მეგობრებო შეგახსენებთ იმასაც, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც აუცილებლად ენერგიების დაბალანსების მიზნით მოიწონეთ ეს ვიდეო, დამიკომენტარეთ, რამდენად მოგეწონათ და ფიქრობ უკვე გააკეთებდით თქვენს არჩევანს, ვინც ვერ გააკეთა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. თქვენთან რა ხდება, რა საჩუქარს ამზადებს თქვენთვის სამყარო? თასები სათიანი. ეს საჩუქარი გახლავთ მეგობრებო რაღაც ძალიან ჰარმონიული და სასიამოვნო ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ბევრისთვის ეს იქნება სასიყვარულო ურთიერთობა, ბევრისთვის ეს იქნება რაღაც ძალიან ისეთი მეგობრული კომუნიკაციები, ძალიან თბილი მეგობრობა, ხო? ახალი მეგობრები, ახალი კომუნიკაციები, ახალი პოტენციალური პარტნიორი. და შეხედეთ, ვარდისფერი კვარცი იყო ჩვენი მინერალი პირველი ვარიანტი და ავტომატურად შემიძლია აღვნიშნო ისიც, რომ აქ ძალიან ბევრ თქვენგანთან ნამდვილად რეზონირდება როგორც ახალი სასიყვარულო პარტნიორი ან ახალი პოტენციალური სასიყვარულო პარტნიორი, ახალი ადამიანი თქვენს რეალობაში რომანტიული ასპექტებით. ან ვისაც უკვე ყავთ პარტნიორი, რა თქმა უნდა, აქ რეზონირდება ისე, როგორც ურთიერთობის გაუმჯობესება, ურთიერთობაში რაღაც ახალი ჰარმონიული ენერგიები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა საჩუქარს უმზადებს სამყარო პირველ ვარიანტს. ხმლების დედოფალი, არკანი ვარსკვლავი, არკანი განდეგილი, არკანი პენტაკლების რაინდი. ნუ მეგობრებო, კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენ შეძლებთ კონკრეტულ სიტუაციას ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ, თითქოს თქვენ აკვირდებით უკვე რაღაც გარკვეულ პროცესებს თქვენს ურთიერთობებში, მაგალითად შეიძლება თქვენს პარტნიორს აკვირდებოდეთ, რამდენად კარგი არის ის რეალურად თქვენთვის, ხო? ან შეიძლება სულადაც გარკვეულ ძებნაში ხართ, ანუ ეძებთ სასიყვარულო პარტნიორს თქვენთვის. მაგრამ ნახეთ, რაც შეეხება საჩუქარს სამყაროსგან თქვენთვის, თქვენ შეძლებთ რომ შინაგანად დაამშვიდოთ საკუთარი თავი, ანუ ეს ახელვება, რაც ახლა გაწუხებთ ან თქვენს პარტნიორთან დაკავშირებით, ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც მოგწონთ, ან ზოგადად სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხო? ანუ მაგალითად ისტერიულად შეიძლება გააზრებულად თუ გავაზრებლად ეძებდეთ, ხო? სასიყვარულო პარტნიორს. და აქ სამყაროსგან მთავარი საჩუქარი იქნება ის, რომ პირველ რიგში თქვენ შეძლებთ რომ დაამშვიდოთ ამ კუთხით საკუთარი თავი და რაღაც თქვენი სურვილი ასრულდება სასიყვარულო ასპექტით. თუმცა ეს სურვილი არ არის რაღაც ისეთი, რომ აი ძალიან მინდა, არ ვიცი, გივიკოს ან ემზარიკოს ან ვიღაცას შევუყვარდე. ეს არის რაღაც კონკრეტულად თქვენი სურვილი, მაგალითად შეძლებთ რომ იპოვოთ თქვენი სიყვარული, შეძლებთ რომ მოახდინოთ კონკრეტული ურთიერთობის ჰარმონიზაცია, გაუმჯობესება. თუმცა აღსანიშნავი არის ისიც, რომ ეს საჩუქარი, რასაც გიმზადებთ სამყარო, არ მოხდება დიდი ალბათობით 1 თვის ან შეიძლება 2 თვის განმავლობაშიც კი, შეიძლება ცოტათი გაიწელოს, მაქსიმუმ 3-4 თვის განმავლობაზე. მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენ თავადვე ეცადოთ რომ გაუშვათ ეს სიტუაცია. მაგრამ საჩუქარი თქვენ ძალიან გაგახარებთ. და ეს საჩუქარი არის ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა, ახალი მეგობრები, ახალი კომუნიკაციები. ვიღაცისთვის ამჟამინდელი სასიყვარულო ურთიერთობის ჰარმონიზაცია, ვიღაცისთვის სრულიად ახალი პარტნიორი. თუმცა ზოგ თქვენგანთან რეზონირდება როგორც უბრალოდ ახალი მეგობრები და მეტი ყურადღება მომართული თქვენკენ, რა თქმა უნდა პოზიტიური ყურადღება. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს ისიც კი, რომ თქვენ გახდეთ ცნობილი ამა თუ იმ ხერხებით.
ხო, ცოტა უცნაურია, გამიმეორებ ყველას ეს არ ეხება, მაგრამ თუ თქვენ ხართ ინფლუენსერი ან რაღაც ასეთ სფეროში მოღვაწეობთ, შეიძლება თქვენ თავადვე გახდეთ ოდნავ უფრო ცნობილი ან ზოგადად იგრძნობთ საკუთარ თავზე ბევრ ყურადღებას. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ამეთვისტოს მინერალი. თქვენ რა საჩუქარს გიგზავნით სამყარო? არკანის სიკვდილი. ნუ შეგაშინებთ ამ არკანის სახელი. პირველ რიგში ეს არის უფროსი არკანი, თანაც ასეთი სერიოზული. მეგობრებო, თქვენ მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, გელოდებათ სრული ტრანსფორმაცია, რადიკალური ცვლილება თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების სტილისა. ზოგადად გავიმეორებ, სამაინის დღესასწაული გვიახლოვდება, მეგობრებო, ეს არის დღე, ანუ 31 ოქტომბერი, ეს არის უმძლავრესი და უძველესი დღესასწაული, როდესაც არის ღია კარიბჭე ჩვენს სამყაროსა და სხვა სამყაროებს შორის, როდესაც ჩვენ შეგვიძლია კომუნიკაცია ჩვენს საგვარეულოსთან, წინაპრებთან, გარდაცვლილებთან. და რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ყოველთვის მოაქვს უმძლავრესი ტრანსფორმაციები ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს მაგიური ცნობიერი, ვინც არის დაკავებული მაგიური პრაქტიკებით. და თითქოს ამ დღესასწაულთან არის კავშირში თქვენი რაღაც ენერგიები, თქვენი საჩუქარი, რომელსაც სამყარო გიმზადებ და ეს არის რადიკალური ცხოვრების ცვლილება. თქვენ მიეჩვიეთ იმას, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ, წელებზე ფეხს იდგამთ და მუდმივად დაღლილი ხართ, მუდმივად თავს მარტოდ გრძნობთ და უშუალოდ ხო, მაგრამ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. თქვენ შეძლებთ მეტ დასვენებას, მეტ მოდუნებას და ასე შემდეგ. რაც არ უნდა იყოს, ეს არის დადებითი ცვლილებები. თუ თქვენ მიეჩვიეთ იმას, რომ ხართ მუდმივად დასვენებული ან მუდმივად მობეზრებული გაქვთ ყველაფერი, ხო, და ყველაფერი ან გეზარებათ ან უენერგიოთ ხართ, მაგალითად ეს შეიცვლება. ყველასთან ინდივიდუალური იქნება, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის რადიკალური ცვლილება 180 გრადუსით გადატრიალება თქვენი ამჟამინდელი რეალობისა, მაგრამ პოზიტიური თვალსაზრისით. მოდით დავაზუსტოთ, რა კუთხით მიმდინარეობს ეს რადიკალური ცვლილება, ეს არკანის სიკვდილი. რა თქმა უნდა, პიროვნულად მოდის პირველ რიგში. პიროვნული ცვლილება არის უმძლავრესი, მაგრამ დავაზუსტოთ მაინც რა კუთხით გამოიხატება, აბა. რა კუთხით გამოიხატება განდეგილი და ვერთხების პაჟე. თქვენ შეძლებთ, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოთ რაღაც სრულიად ახალი ძალა, სრულიად ახალი ენერგია. აქ იქნება, რა თქმა უნდა, რაღაც ახალი ინტერესები, რაღაც ახალი ჰობი, შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ რაც მთავარია, არკანი განდეგილი, რადგანაც ამოვიდა, ვალდებული ვარ გითხრათ, ეს არის საკუთარ თავში მომართული ენერგია. თუ მე ახლა მიყურებთ ჩემი კოლეგები, პრაქტიკოსები, მაგები, თქვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის იქნება მაგიური ზრდა, მაგიური რადიკალური ცვლილებები, რაღაც სრულიად ახალი პრაქტიკები, სრულიად ახალი მსოფლმხედველობაც კი შეიძლება იყოს, ხოლო რაც ეხება მათ, ვინც არ ხართ ამ სფეროში, თქვენთვისაც აქ იქნება საკუთარი თავის შესწავლა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პიროვნული ზრდა, მაგრამ გარედანაც გამოიხატება აუცილებლად ეს უმძლავრესი ტრანსფორმაცია. გამოიხატება რითი? გამოიხატება იმით, რომ თქვენ თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ, უფრო მეტად მოდი ჟარგონს გამოვიყენებ და მეტად ხოცე იქნებით, მეტად სასიცოცხლო ენერგია გექნებათ მომატებული, რაღაც ახალი ინტერესებიც იქნება, ახალი ადამიანების გაცნობაც იქნება სხვათა შორის. და თავისით ამოვარდა ახლა არკანი თასების 2-იანი და არკანი პენტაკლების 7-იანი. რაღაც ახალი კომუნიკაციები გელოდებათ აშკარად მეორე ვარიანტი, მაგრამ მოდით კიდევ დავამატებ არკანებს. რა საჩუქარს უმზადებს სამყარო მეორე ვარიანტს. შევაჯამოთ, აბა. რა საჩუქარს ამზადებს სამყარო თქვენთვის. არკანი ქურუმი ქალი, არკანი იმპერატორი კაცი. ნუ მეორე ვარიანტი ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ ამოირჩია. აშკარად, იმიტომ რომ კოლეგებს რაც შეეხება უკვე გითხარით, აქ იქნება მაგიური ზრდა, მაგიური წინსვლა, მაგიური ცნობიერის გაფართოება, ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაცია, რაღაც ახალი ძალის აღმოჩენაც კი საკუთარ თავში, მაგრამ რაც შეეხება ჩემს არა კოლეგებს, თქვენთვის, რა თქმა უნდა, თქვენს შემთხვევაშიც იქნება აქ ინტუიციის გაძლიერება, მაგრამ თქვენთვის ეს ისეთი მძლავრი შეიძლება რა თქმა უნდა არ იყოს, როგორც ჩემი კოლეგების შემთხვევაში, ხო? მაგრამ ნახეთ, აქ მე ვხედავ იმას, რომ თქვენ ხართ ქურუმი ქალი და შეძლებთ, რომ იმპოვოთ თქვენი იმპერატორი კაცი. რაც შეეხება მამაკაცებს, მამაკაცებო, პირიქით თქვენ ხართ აქ იმპერატორი კაცი და შეძლებთ, რომ იმპოვოთ თქვენი ქურუმი ქალი. ანუ აქ დიდი შანსია იყოს წყვილის შედგენა, რაღაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობებიც, ხო? თუმცა ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. ის რაც ყველას ეხება, ეს არის თქვენი შინაგანი ძალის გამოღვიძება, ყველასთან სხვადასხვანაირის, ვიღაცისთვის ეს არის ინტუიცია, ვიღაცისთვის ეს არის რაღაც სხვა, თქვენი ავტორიტეტის გაძლიერება, თქვენი სტატუსისა და რეპუტაციის ზრდა და რადიკალური პოზიტიური ცვლილებები თქვენს რეალობაში. ძალიან შეიცვლება თქვენი რეალობა, მეგობრებო, და შეიცვლება უკეთესობისკენ. სულ ეს არის, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.